მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ რა ურთიერთობა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რა გელოდებათ წინ? აი, უკვე გელოდებათ, ახლა დასტაცავი, ახლა მზად ხართ უკვე თქვენი ტყობა, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ვნახოთ ჯერ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკაციაზე, რა ენერგიებში ხართ, მე აუცილებლად უკვე კითხვები მაქვს მომზადებული და გამეცინა გუშინ წავეკითხე კომენტარი, რას კითხულობ თქვენ? რას კითხულობ და მომზადებული კითხვებს გაშლისთვის რა. რომელიც მჭირდება რომ აფერი გამომრჩეს, იმიტომ რომ მე ვემზადები ყველა გაშლისთვის, რომ მქონდეს საინტერესო კითხვები, რომ არა უბრალოდ აქ ჩვენ აქ მკითხაობთ, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და ვნახოთ ახლა რისთვის ხართ მზად, რა გელოდება თქვენ წინ. ნოდით ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ახლა. ნუ აი, ნახეთ. ხო გითხარით. აქ პრინციპში თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა რა ენერგიაში ხართ და ძალიან მშვენივრად კარგად ხართ თქვენ ახლა აქ ისვენეთ შეიძლება, იმიტომ რომ გქონდათ რაღაცა ცოტა ისეთი რთული პერიოდი, როცა თქვენ იყავით ცოტა შეიძლება ისეთ, ნუ აქ დასები, ექსენი დასების რა, სული. ანუ შეიძლება იყო პერიოდი, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული თქვენთვის, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ჩააბარეთ ყველა გაკვეთილები, აუცილებლად იმუშავეთ თქვენ თავზე ძალიან მაგრად და ამიტომ შემიძლია გითხრათ, ეხლა უკვე მართლა მზად ხართ იმისათვის, რომ მოусმინოთ თქვენ სულს და სადაც ჩემი სული მე წამიყვანს, რასაც მიკარნახებს, იქ მივდივარ, მაგრამ ეხლა შეიძლება გეუბნებით, ეს პერიოდი არის ძალიან ნაყოფიერი თქვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება აი მარტო გინდა დაჟე ზოგჯერ ყოფნა, ანუ რაღაცა შეიძლება წაიკითხო, ვინმეს მოусმინო, ანუ მივცე უფლება ჩემ სულს იოცნებოს თუნდაც ხო სამიანი არის, ახლა ნუ გვერდხები ეს არის, ანუ როცა ვოცნებობ მე რაღაცაზე, ანუ ჩემი დავალაგო ჩემი გზა დაუშვათ ზოგ შეიძლება ეხლა იპოვა რაღაცა ესეთი საქმე, რომელიც მოსწონს და ეხლა ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს. შეიძლება ზოგს ნუ მართლა ეს სამსახურში კარგად გრძნობს თავს, ხა ამას შეიძლება ფინანსები ისე შემოდის, ბევრი თუ არა, მაინც ხა რაღაცად გმაყოფილი ხარ. ანუ ენერგია მოდის რაღაც ძალიან ესეთი კარგი, როცა ადამიანი ანუ რთული პერიოდი, ხა შესვენება აქვს. ნაყოფიერი შესვენება აქვს ხა ადამიანს, აი ესეთი ენერგია გაქვთ თქვენ აქ. კი, ნუ ეხლა всё აღარ ავიღებ მეც, იმიტომ რომ იგივეს მეუბნებიან კარტი, რომ თქვენ აქ ნამდვილად, ნუ ისევ მაჩვენებენ პერიოდს, რომ თქვენ ეხლა გქონდათ იმის საშუალება, რომ დაგეტოვათ რაღაცა თქვენი ნერვიულობები, თქვენი ფიქრები, ანუ უკან და ანუ ეხლა უკვე როგორ ხართ, იცით? ბევრი ფიქრობს, რა გავაკეთო, ანუ გამოხვედეთ რაღაც ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, რაღაც თითქოს იყავით არჩევანის წინ რა გავაკეთო, შეიძლება ბრძოლობდით, შეიძლება არაძლევდით თქვენ თავს რაღაც მომენტს, რომ აი უნდა დავიწყო, თქვათ ახლა ახალი პერიოდი. ნუ თითქოს იყო თქვენთვის დახურული ეს ახალი, ნუ ვერ ხვდებოდით დაუშვათ, ხო? ანუ საწავიდე რა გავაკეთო, აი თითქოს იცით როგორ აი ეძებდით მომენტს რა, даже არა ეძებდით კი არა, არ არის სწორად ეძებდი, უბრალოდ შეიძლება გაანალიზება, გააკეთეთ თქვენი რაღაცა გამოცდილება, მიიღეთ. არ იყო ადვილი პერიოდი, იმიტომ როცა თქვათ ეჭვი გქონდა, რა მელოდება წინ, სად მივდივარ, როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, ხო? მე არ ვიძახი, შეიძლება აქ გამოცდილი ადამიანიც იყო და უბრალოდ ახალი პერიოდი, ახალი მომავალი იწყება თქვენ ცხოვრებაში და მაგრამ არ გეხსნებოდათ რაღაცა, იმიტომ რომ რაღაც უნდა დაგესრულებიათ. იყო პერიოდი, როცა უნდა ყოფილიყავით თქვენ მარტო, შეიძლება გასვლაც ახლა არ გინდოდათ მაინც და მაინც ან ვინმეს თქვათ ნახვები რაღაც, აი ეგეთი მომენტი იყო, რომ აი არ მინდა რა, მაგრამ ეხლა ეს პერიოდი უკვე დასრულდა. ნუ აქ შეიძლება სხვათა შორის
იყო პერიოდი, როცა აი ხო გითხარით მარტოს იჯეკეთ. მე ახლა არ ვიძახე, რომ თქვათ ზოგს ახლა, ну, საჯარო გაშლა გვაქვს ზოგს კი, даже სხვათა შორის აი თუ სამკუთხედი იყო. ეგაც დაუშვოთ თქვენ ახლა აქ ვიღაცამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ну, არაფერს არ მაძლევს ეს სიტუაცია და ჯობია რომ თქვა დავასრულო. ეხლა სამკუთხედზე მე როცა ვლაპარაკობ, მე არ ვამბობ მხოლოდ აი ეს კლასიკურად რომ თქვათ ეხლა ან ორი ქალი, ერთი კაცი, ან ერთი კაცი, ორი ქალი, თუ როგორ არის, ну, მიხვდეთ, ხო? შეიძლება იყოს დაუშვოთ ეხლა გიშლიათ ხელს თქვენ რაღაცა საქმე, რომელიც არ გაძლევდეთ საშუალებას იმისათვის, რომ თქვენ დაგეწყოთ, ну, თქვათ გაგეგრძელებია თქვენი ცხოვრების გზა, ну, იყო თქვათ დაუშვათ სამსახური, ზოგს შეიძლება ოჯახი, მაგრამ ეს ოჯახი თქვათ, ну, აუცილებელი არ არის, სადაც აი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე რომ ვიძახა, ну, რაღაც საქმეები. აი ეხლა თქვენ თითქოს უკვე მზად ხართ იმისათვის, რომ დაიწყოთ თქვენი ცხოვრება. შეიძლება ზოგისთვის აქ იყო მომენტი, როცა მართლა დიდხანს იყო და მარტო და ფიქრობდა, რომ რა ვიცი, რაღაცა იქნება, არ იქნება ჩემ ცხოვრებაში, ვაფშე საერთ რამე ურთიერთობაში, კი? იმიტომ რომ ელოდებოდით რას? არის ზოგჯერ როგორი მომენტი, იცით? შეიძლება даже ურთიერთობაც გქონდეთ თქვენ, ხო? მაგრამ აი თითქოს მარტო გრძნობ თავს მე ჩემს, თქვა დაუშვათ სახლში, აი სულ რაღაცას მოლოდინში, რომ აქ უეჭველი ერთ-ერთი რა შემიძლია გითხრათ, აი თქვა საერთო არის, რომ ადამიანს აღარ უნდა რომ იყოს მარტო, იმიტომ რომ უკვე აი როგორ გითხრათ, მზად არის რა ადამიანი რომ იყოს თქვათ ახლა ურთიერთობაში, იყოს თქვათ გავიდეს იმ სოციუმში სიტყვაზე, ხო? რაღაც ეგეთი მომენტი, ზოგი მართლა ელოდება ცვლილებებს ნამდვილად რა და ამიტომ ნახოთ ახლა ჩვენ კითხვები მომზადებული, მაგ წავიკითხავ ახლა. თან ახლა აქ ხო იცით თქვენ რომ ზოგჯერ ვიჭედები ხოლმე ქართულში და მიწერე ქართულად, რომ რაღაცა სიტყვა დამავიწყდა. აქ მაინც მაგ შპარგალკასავით, ხო? ნახოთ ახლა რა ენერგია შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ამ რაღაც ურთიერთობის, ну, ჩვენ ხო კითხვა გვაქვს, ანუ რა ურთიერთობა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რა გელოდება წინ. აი რა ენერგიაც შემოდის რა. ვნახოთ ახლა ჩვენ ვინ იქნება ის ადამიანი, ვისთანაც თქვენ ეს ურთიერთობა გაგრძელდება, თქვა, ну, ვინ შემოდის რა. ხო, ვისთანაც ჩამოყალიბდება, აი ხო ხედავთ რა კარგი შპარგალკა რომ აქ ჩამოყალიბდება. ვნახოთ ახლა ჩვენ რა მიზნებით შემოდის ეს თქვენ ცხოვრებაში, რა მიზნები აქვს ამ ადამიანს, რა სარგებელს მოგიტანთ თქვენ ახლა ეს ურთიერთობა და იმასაც დავაკვირდებით, ვკითხოთ მაინც რა შეიძლება, რა სირთულეები შეიძლება წარმოეშვას ამ ურთიერთობაში, რა გაკვეთილს, ეგაც ვნახოთ ჩვენ რას ისწავლეთ ამ ურთიერთობაში და ვნახოთ ახლა როგორი იქნება განვითარება ამ ურთიერთობის. აი ასე ვქნათ. всё. დღეს რაღაც ეს დასდა მომინდა. ნახat, აქაც 10-იანი პენტაკლი რა საინტერესოა. ანუ ადამიანი ელოდება, როდის თქვა ზოგს უნდა ოჯახი, ზოგს უნდა რომ თქვა, ახლა ზოგი სამსახურზეც კი არის სხვათა შორის ელოდება რაღაცას, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში აქ არის ადამიანი ბევრს ფიქრობდა და მიხვდა რომ მინდა თქვა ოჯახი, სოციუმში გასვლა, თქვა, ну, вообще გასვლა რა. და აქაც გამოდის 10-იანი პენტაკლების, ანუ იგივეს მაჩვენებენ პრინციპში, რომ ну, იგივე სიტუაცია, ხო? კი ბატონო, იყო რაღაცა პერიოდი, როცა ადამიანმა დაკარგა, თქვა, რაღაცები, შეიძლება დანაკარგიც ჰქონდეთ, ზოგმა შეიძლება ზოგის თუ დაუშვოთ ახლა თქვენ ოჯახიდან წახვეთ, ან ურთიერთობიდან, სადაც კარგად გრძნობდეთ თავს, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დავკარგე მე ის, რაც იყო ჩემთვის ძვირფასი სიტყვაზე, ხო? მაგრამ ეხლა მოლოდინში ხართ, რომ შეიძლება მქონდეს რამე შანსი დაბრუნების. ну, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ პირველი, ანუ რა ენერგია შემოდის თქვენ ცხოვრებაში ამ ურთიერთობასთან ერთად.
რა ენერგიაში მოდის? ნახეთ, პრინციპში так, ახლა მე უნდა გავხსნა რა ენერგიაში მოდის. რა ენერგიაში მოდის? იცით რა ენერგიაში მოდის? აი შეიძლება აი თითქოს დაცული იქნებით, იცით? იმის მიუხედავად, რომ აქ ცოტა მძიმიანი კარტი არის ამოვიდა, მაგრამ აი რატო ხარ დაცული? თითქოს ეს ნახეთ, აი შემოდის ინფორმაცია. აქ არის ნახეთ ხე, გოგო ზის ამ ხეზე შეშენებული და აქ არის ძაღლები და თუ მგლები, არა მგლებია, ძაღლი არ იქნება ახლა ასე ჩვენები. ნახეთ რა ხდება. ანუ ამ ეს ურთიერთობა ხე ეს არის სტაბილურობა. ხო, რაღაცა სტაბილური, რაღაცა ძალიან მაგარი, ძლიერი რაღაცა, რომელიც თქვენ დაგიცავს და გამოგიყვანს. ანუ შეიძლება დაუშვათ იყო პრობლემები, მოდით ეს მგლები შეიძლება იყოს პრობლემები, შეიძლება შიშები, შეიძლება თქვათ ახლა ნუ მტრებიც ვიღაცად, რა ვიცი. და ანუ თითქოს ეს ხე მოგცემს თქვენ ძალიან მაგარი დაცვას, დაგიცავს. დაგიცავს. თუ რამე პრობლემები გქონდათ, ხო, აი ამ თქვათ ახლა ამ მგლების სახით, რო ასე რო ვთქვათ, ხო? თქვენ იქნებით დაცული, ანუ მე დაცული ვარ. აი რო იძახიან, რომ როგორც აი რუსულად რო არის, как за каменной стеной, როგორც თქვათ ახლა აი კლდის უკან, რა, როცა შემოდის, თქვათ შეიძლება ადამიანი ისეთი, ან თვითონ ურთიერთობა, თვითონ ენერგია ისეთი, რომ მე აღარ მეშინია. მე დაუშვათ თუ რაღაცა მე არა ვარ მარტო ჩემ პრობლემებთან, იმიტომ რომ ამ ხელა, ნუ ხე როგორ იცავს, ხო, რომ აი ესეთი ენერგია შემოდის. ვნახოთ ახლა ვინ იქნება ეს ადამიანი, ვისაც ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ვინ იქნება ეს ადამიანი. ჩიმოკარგებ, აქ არის ნახეთ რა შეიძლება აქ იქნება ადამიანი ზოგისთვის ახალი მართლა და ზოგისთვის ვისაც მოუთმენლად ელოდებით. ნუ საჯარო გაშლა გვაქვს, ვიცით, ხო? ვისაც თქვენ მოუთმენლად ელოდებით. მოდით ახლა ცოტა ეს მინდა. ვნახოთ. რატო გეუბნებით? იმიტომ რომ თვითონ აი აქედან ეს გოგო დგას, თითქოს ნახეთ. იმიტომ რომ კი სამიანი, იმიტომ შეიძლება აქაც სამიანი თქვენ ახლა ზოგი არის მართლა, ნუ რაღაცა ხო გითხარით გაკვეთილები გამოვლილი და უკვე ზიხარ და ელოდებით უშუალოდ თქვათ რაღაც ან შეიძლება განვითარებას ელოდებით, ან ახალ ეტაპს ელოდებით. მაგრამ აქ თითქოს გოგო არის ეს პოზაში, რომ ველოდები რაღაცა შეიძლება გქონდა მაგას უკვე გამოცდილება, სირთულეები, მომენტები, რაღაცები ხო გამოიარა. შეიძლება ახალ ეტაპს ველოდები, იმიტომ გეუბნებით, რომ ზოგისთვის არის მოლოდინი, იმისი, ვინც თქვათ ახლა სადღაც არის, ზოგისთვის იქნება, ანუ ახალს ველოდები. ეს უკვე თქვენ თვითონ მერე მომწერეთ ახლა იმაში კომენტარებში, თქვენ ახალს ველოდებით თუ ძველს, მეც ახლა რომ მქონდეს ცოტა ორიენტირება, ვიზე გავაკეთო ხოლმე უფრო გაშლები, ახალზე თუ ძველს. უფრო ანუ როგორი ის მაინტერესებს, რა ქვია. ვინ იქნება ეს ადამიანი? ვინ იქნება ეს ადამიანი? აი ისე სამი, აი გეუბნებით, აქ არის როგორი სიტუაცია. ეს უფრო იქნება ვინ? ვისაც შეიძლება ისეთი პიროვნება, ვისთანაც შეიძლება რაღაცა მომენტო აქცეველი. ხო, ვისაც თქვენ ელოდებოდეთ უფრო გოგოებო. კი, მანძილი ვისთანაც გაქვთ თქვენ ახლა. ანუ აქ როგორი სიტუაცია, იცით? შეიძლება მოხდა რაღაცა ისეთი სიტუაცია, მაგრამ რაღაცა ან მანიპულაცია ჩაატარა ადამიანმა და მე
всё დაიკეტე რა, ანუ დაიბლოკა ეს თვითონ ადამიანი, შეიძლება თქვენ რაღაცა ისეთი გქონდეთ იმ ადამიანთან, არაცა სიამოვნო სიტუაცია, რაღაცა გაიგეთ, არაცა სიამოვნო შეიძლება ღალატი იყოს, შეიძლება მოგატყუათ, შეიძლება რაღაცა იეშმაკა ადამიანმა, მაგრამ თქვენ აი მაგ ადამიანთან გქონდეთ აი ურთიერთობა, როგორ იცით, დახურული, всё, დავხურე. მაგრამ აი ის კარგი მომენტები, რომელიც გქონდა თქვენ მაგ ადამიანთან, ის გახსენდებოდა თქვენ იმის მიუხედავად, რომ კი ადამიანთან даже აქ შეიძლება არ გქონდეთ კავშირი საერთოდ ადამიანთან, ანუ ან თქვენ ჩაიკეტეთ და არ მინდა რაღაცა აიღეთ ეს პერიოდი, რომ უნდა გავარკვიო რა იყო, რა ხდებოდა. მაგრამ აი აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება ეს იქნება ის ადამიანი, ვისთანაც თქვენ გქონდათ მაინც ბედნიერი მომენტები, ვინც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ვისთანაც გქონდა თქვენ სასიყვარულო ისტორია, მაგრამ აქ თითქოს აი კიდე მესამე უკვე სამიანია, ასე რომ ვთქვათ რა. შეიძლება ადამიანს ელოდებით შორიგზიდან ვიღაცას რა. შეიძლება ადამიანი სამუშაოდ იყო წასული სადღაც, შეიძლება თქვათ, ნუ რაღაცა მივლინებით იყო წასული, მაგრამ აქაც მაჩვენეს, რომ აქ თითქოს ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, თქვენ ხართ ის, ანუ აქ ნახეთ, შეიძლება თქვენ ისე მოიგეცეთ, ხო? ისე, ანუ არ დაგიწყიათ აქ შეიძლება თქვათ, არ გამოეკიდეთ ადამიანს დაუშვოთ, ხო? არ დაგიწყიათ თქვათ იმის მიუხედავად, რომ თქვენთვის იყო ძნელი და რთული შენარჩუნება თქვათ ამ ყველაფრის, თქვენ მაინც დაიცავეთ აი თქვენი ღირსება დაიცავეთ და ისე მოიგეცეთ, რომ აი როგორ გითხრათ, აი ძალიან ღირსეულად რა. და ამით თითქოს შეამსუბუქეთ სიტუაცია რა. მაგრამ ეხლა უკვე მიდის ეს განვითარება. так, всё, აღარ მინდა ეგ შესვლოთ, რომ შევალთ ეხლა ძალიან შორს. კაი, მივხვდეთ ესე იგი თქვენ, აი ვისთვისაც უკვე თუ იცანით, კი ბატონო, უსმინეთ რას არის რა, შემდეგი. ვნახოთ ეხლა რა მიზნებით, ხო, ეს ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რა მიზნებით. ოხ. საინტერესო მიზნებია. იცით როგორი მომენტი არის, აქ როგორ რა მიზნებით შემოდის. შეიძლება ნახეთ აი აქ მართლა რა მიზნებით შემოდის. კი, აი ისევ ნახეთ, საერთოდ ხუთიანი კვერთხების და 7-იანი კვერთხების ძალიან ერთმანეთს გავლენ, ნუ ბევრი რაღაცებით. და აი აქ არის როგორ ისევ ადამიანი თითქოს შემოდის თქვენ ცხოვრებაში, იმისათვის რომ თქვენ აი რაღაც პრობლემები თუ რამე შეხვდეთ, მე დაგიცავ. მივხვდეთ, აი რაღაცა მე დაგიცავ. აი ამ მიზნებით შემოდის, რომ მე აქ ვიქნები ის დიდი ძალა, რომელიც შენ დაგიცავს რა. ნუ შეიძლება თქვენ შემთხვევაში იყო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ურთიერთობაში არის რაღაც კატეგორია, რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება თქვენ შემთხვევაში აი ეს მომენტი იყო, თქვათ, უსაფრთხოება. ნუ დაუშვოთ, გინდოდათ ესეთი ადამიანი, ვინც იქნებოდა თქვენი თქვათ ზურგი, ვისაც შეგიძლიათ თქვენ რამეს თქვათ, ანუ სთხოვოთ, დაგეხმაროს თქვათ, გინდათ ფიზიკურად, გინდათ საერთოდ, არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ესე გვეუბნება. მოდი ვნახოთ ეხლა კიდე ჩვენ ამ რას გულისხმობთ თქვენ ამ ძრახტებში რა ხდება? რა არის? აჰა. ნახეთ რა ხდება, შეიძლება ადრე, აი ეს ადამიანი, ვინც თუ იცანით თქვენ, თუ ახალია ისევ, ესე იგი თქვენ შეიძლება ყავდეთ ეგეთი პარტნიორები, რომელიც არ იყვნენ თქვენთან ურთიერთობაში, თქვა, დაუშვათ აი სერიოზულად. ეხლა ნახეთ, აქ იყო წეღან ნულის არკანი და ცოტა რაღაცნაირად აი თან რვიანთან იყო. ნუ კაროჩე, როგორი თემა იყო, იცით, რომ აი თითქოს ადამიანი, რომელმაც მიხვდა, რომ აი ეს მსუბუქი ურთიერთობა არ მინდა.
ეხლა მე არ მინდა დაგაბნიოთ თქვენ, მოდით პროსტა ენერგიებით ვილაპარაკებთ, რომ ეხლა თქვენ მიხვდებით, ეხლა ეს ახალია თქვენთვის ეს ადამიანი თუ ძველია, იმიტომ რომ ისე დაგაბნევ და მეც დავიბნევე. ეხლა ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია არის, რომ თუ დაუშვათ კონკრეტულ ადამიანზე საუბარი არის, აქ ადამიანი აჩვენებს იმას, რომ ადრე მე ვიქცეოდი, ანუ უფრო ბავშვურად, ასე რომ ვთქვათ, ხო? უფრო ეს ურთიერთობა არ იყო იმდენად სერიოზული ამ ადამიანთან, ან არ იღებდა ადამიანი პასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაზე. მიხვდით? ანუ სერიოზულად არ უყურებდა, ასე რომ ვთქვათ, ხო? ეხლა ნახეთ, აქ რაღაც დრო შეიძლება გავიდა დიდი თქვენ რო ელოდებოდეთ ამ ადამიანს, მაგრამ იმ ადამიანმაც იქ უკვე მიხვდა, რომ თუ მე არ ვიმოქმედებ როგორც საჭირო, ხო? მე დავკარგავ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, უნდა ავიღო პასუხის, ანუ კაცს ხო აქვს ეს ფუნქციონალი დაცვის. და თუ დაუშვათ, ეს ადამიანი იყო, ვისაც თქვენ აქ ელოდებით, თქვენს ურთიერთობა, აი ის დაცვის ფუნქციონალი არ ქონდა, თუ ეხლა მაგან მიხვდა, რომ ანუ მე სერიოზულად ეხლა დავფიქრდე, ნახეთ, დაუშვათ ურთიერთობა გქონდათ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია და იმპერატორი ბოდიშით. უი. აქ ნახეთ რას მეუბნებიან. აი, ჩემთვის ეხლა მითითება. ანუ იმპერატორი შეიცვალა ადამიანმა დაფიქრდა და აქ მაღალი ძალები ჩაერიან რა, რომ შენ უნდა შეცვალო მიდგომა. შენთვის თუ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია და არ გინდა და კარგო, შენ აქ უნდა ჩართო აი ეს თვისებები, მამაკაცის თვისებები და არა მოართო აჩვენებდი მაპატიეთ თავს, რომ შენ ხარ იმპერატორი, ხო? შენ უნდა შეცვალო შენი მიდგომა და აქაც ამბობს, რომ მე რომ აი ასე ცოტა მსუბუქად რომ ვექცეოდე რაღაც, მსუბუქად რატო ვიძახე, იცით რომ სამიანით ასების ეს არის როცა მარტო სიამოვნება, დროს ტარება, კარგად ვგრძნობდი თავს, ბავშვური ცოტა ენერგია, მიხვდით რა არის და მაგრამ აი ამ ყველაფერმა, აი თქვა დაუშვათ ერთად ცხოვრობთ, ის ცხოვრობს იმ თავისთვის, აი აქ როგორც გვაჩვენებენ, ხო? თქვა თავის მეგობრებთან დროს ტარება რაღაცა, მაგრამ ურთიერთობაში სულ სხვა რაღაცაც კიდე უნდა იყოს რა. კი ბატონო, კი არავინ არ გეუბნება, რომ შენ ახლა მეგობრებთან არ უნდა წახვიდე, დრო არ უნდა გაატარო სადღაც, ახლა კი რაზე ლაპარაკე, მაგრამ ეს არასერიოზულობა ურთიერთობაში მამაკაც აქ თავისი, ხო გეუბნებით რაღაცა, აი თუ უნდა მამაკაც რო ქალს კონდეს მის მიმართ, თქვა პატივისცემა, რომ მარტო იმიტომ კი არა, რომ კაცი უბრალოდ ქვია შენ, რომ ბიჭი დაიბადე, არა. თავისი ქმედებები, თავისი საქციელი, თავისი ანუ მზრუნველობა, დაცული უნდა იყოს ხალი. მე даже იმასაც გეუბნებით, აი ბიჭებო, თუ მიყურებთ, ერთი რამე დაიმახსოვრეთ, რომ აქ ჩვენში გვაქვს, აი არის ჩვენში ზის რაღაც, აი ძველის მამაპაპური რაღაცები, ისეთი ინსტინქტები, რომელიც ჩვენზე მაგრად მუშაობს და მე ადრეც მithქვია, რომ აი მაგალითად თქვენ რო გადიხართ გარეთ, ხო? აი თქვენ რო სახლში ხართ, ხო? სახლში რო ხარ, ქალი მაინც გრძნობს რაღაცნაირ დაცულად თავს. ეს ასე მოდის, აი წარმოიდგინეთ ადრე რო იყო ეს გამოყვაბულები და მამონტზე რო მიდიოდა ეს კაცი და რო დაბრუნდებოდა, ანუ იმ დროს ეს ქალი იჯდა ისინი გამოყვაბულში, შეიძლება ეშინოდა. მაგრამ ის რომ რატო ეშინოდა, იმიტომ რომ ის შეიძლება რაღაცა ცხოველის შემოვარდებოდა იქ რაღაცა კიდე უცნაური მფრინველი და ეს კაცი რო იყო, იმას მაინც ფიზიკური ძალა მეტია და ის დაცვასავით იყო რა, იცავდა ამ თავის თქვათ ეხლა ოჯახს რა, საგვარეულოს. მაგრამ როცა გადიოდა ეს კაცი გარეთ, всё, ქალს ჰქონდა შიში. პლუს კიდე ადრე იყო როგორ კაცი რო გადიოდა, ხო? აი ეს საიდან მოდის, ვთქვათ, ომების პერიოდში, კიდაც იქიდან რო გითხარით, რომ მამონტზე რო მიდიოდა, ხო? არ იცოდა, ვთქვათ, ქალი დაბრუნდება თუ არა ეს კაცი და უკვე შიში ჰქონდა. რა, რომ შეიძლება ისე წავიდა, რომ მამონტი იგივე შეჭამს ამ კაცს სიტყვაზე, ხო? და ან დაუშვათ ახლა ომში თუ არის, თქვა წავიდა დაბრუნდება თუ არა, არ იცის. ამიტომ გვაქვს ეს ქალებს ეს მომენტი დაბრუნდება თუ არა.
მოვა თუ არა. ეს იქიდან გვიზის, აი აქ ჩვენ, აი აქ უკან. გვაქვს ესეთი ტვინი. ნუ ახლა ქართულად არ ვიცი, არ დავიწყებ, უბრალოდ მინდა იცოდეთ რა. და ამიტომ რომ გადიხართ გარეთ, ყოველთვის უთხარით, ჩემო სიხარულო მე დავბრუნდები. всё. ეს იქნება აი ძალიან მაგარი ქალისთვის ტრიგერი იმისათვის რომ შვიდად იქნება, აღარ შეგიჭამს ტვინი, სადა ხარ, მალე მოხვალ, როდის მოხვალ, აი ეს არის, გაიგე, მე დავბრუნდები, всё. გათიშეთ ამით თქვენ ქალის ის ტვინი, უკანა ტვინი, იხდეთ? აი ეს არის ზუსტად ეს ფუნქციონალი და აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ ეს ადამიანი თითქოს მასშიც მოხდა რაღაცა გადაფასება, აი თითქოს გაიღვიძა მასში ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეხლა ამას მიზეზიც აქვს, ეხლა იცოდეთ რომ არასოდეს აი ადამიანები მე მჯერა ძალიან ღრმად რომ იცვლებიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ეს უნდა. მithumet ეს მამაკაცები, როცა უყვართ ქალი და როცა თვითონ უნდათ, რომ მე ამ ქალის გულისთვის შევიცვლები, მე ამ ქალის გულისთვის, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმიტომ გვაძლევენ ჩვენ ზოგჯერ აი ეს პაუზები და რაღაცები, რომ ჩვენ მაგ პერიოდში გავიგოთ რაღაცები და ამ შემთხვევაში რომ ვთქვათ, ანუ გაიგოს ადამიანმა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაჩვენებს, რომ ადრე ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პროცესი, მაგრამ როცა ადამიანს აი ეს კარგი მომენტები, აი ამ კარგ მომენტებს ართმევენ, მე ადამიანი უკვე უფიქრდება იმას, რომ ეს რა დავკარგე და რატომ დავკარგე ჩემი უმოქმედობით, არ უმოქმედობდი მე, არ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებია. იმიტომ რომ სულ იქით აქეთ ახლა რაინდი რა არის, ახლა წავიდა მოვიდა, რაღაცა საქმე ანობს თვითონ, რაღაცა დადეს, შეიძლება თქვა, ახლა რა ვიცი მე სადადია. ხო და ანუ და აქ არ იყო, არ გრძნობდა ქალი ამ დაცულობას რა. ყოფილა გინდა არა მამაკაცი, გაიგეთ? ანუ აი ეგეთი მომენტი. ახლა აჩვენებენ რომ ეს ენერგია რო შემოვა თქვენთან, ხო? აქ თქვენ დაცულობაზე ეს ადამიანი ფიქრობს რომ მე უნდა მივსცე ამ გოგოს ის რომ აი ეს შიში არ კონდეს მაგას რა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს და საიდან არის ეს გითხარით. ეს შიშები. მე ხა მეცნიერულად რა დავიწყეთ ახსენს, იმიტომ რომ რუსულად კი ბატონო, მაგრამ ქართულად ამდენი ლექსიკონი მართლა ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ სწავლობ. კარგით. მოდით მაშინ ახლა ჩვენ რა სარგებელს მოგიტანთ ეს კავშირი, ხო? ნუ რა სარგებელი? აი გოგოები ისე ვისე ეგ სიტუაცია. აი სულ ეგეთი კარტე. მოდის რაზეც ვილაპარაკი, აღარც გავაგრძელებ, აი უშიშროებას რა. რაღაცა პრობლემები, თქვა, აი რაც გეშინოდათ რა. რაღაცა შიშს მოკლავს რა ეს ურთიერთობა. ნუ ამაზე ვისაუბროთ, ხო? ნუ ვნახოთ ჩვენ რა შეიძლება სირთულეები. რა სირთულეები, რა საინტერესო, რა სირთულეები. მე ვფიქრობ, რომ არანაირი სირთულეები აქ არ შეიძლება იყოს, აქ არის 6-იანი, აქ ახლა იმისი რა ქვია, 6 არკანი არის, აქ სირთულეებს მე ვერ ვხედავ. არა. არა. აქ არანაირი სირთულეები არ არის, აქ პირიქით არის ის მომენტი, რომ აქ პირიქით ეძლევა შანსი ადამიანს, რომ მოვიდე და გამოხატოს თავისი სიყვარული. ვერ ხედავ აქ სირთულეებს. არა, მართალი ხარ, მეუბნებიან, არა. აქ დამთავრდა პირიქით. მანძილი შეიძლება იყოს აქ სირთული, იცით თქვენ? ერთადერთი ეს შეიძლება იყოს სირთულე, მაგრამ აქ რას მაჩვენებენ, ისეთ თუ იყო სირთული, ნახეთ რა არის, თუ იყო სირთული მანძილის გამო, აი ეს სირთული მთავრდება.
არა, აქ ჰარმონიას აჩვენებენ, არა. აქ სირთულეებს არ მაჩვენებენ. კარგით, მაშინ და რა გაკვეთილს მოგიტანს ეს თქვენ? იცით რა, სიყვარულის გაკვეთილს. განახლებული სიყვარული. აი, ნახეთ, აი, რაზეც აქ უკვე თითქოს როგორი მომენტი არის, გეტყვით. აქ ადამიანებიც შემიძლია თქვა, ლოცულობდნენ სიყვარულზე. აქ ღვთის სიყვარული მოდის, აქ რაღაცა უანგარო სიყვარული, აქ რაღაც აი განახლებული ისეთი გრძნობები, რომელსაც აი თქვენ არც გაგიგიათ. აქ მე ვერ ვხედავ აი სიყვარულის გაკვეთილი, რა კარგი რა ლამაზია აქ დასების დოზე. არა, აქ სიყვარულია. აქ იცით როგორი მომენტი არის? აქ შეიძლება ეს ადამიანი იყო, შეიძლება არ გამოხატავდა დაუშვათ, ან თქვენ ვერ გიგრძნიათ მამაკაცისგან ისეთ სითბოს, როგორც თქვენ გჭირდებოდათ, ხო? შეიძლება თქვენ არ აძლევდით ისეთ სითბოს, ხო? მაგრამ აი აქ თქვენ თითქოს, მაგრამ აქ რას ვგრძნობ, ისეთ მამაკაცი, რომელიც იყო, შეიძლება აი, იცით რა, მაინც რატო იყო ეგეთი? რაც ინფორმაცია მომდის. ნუ აქ იცით რა არის, აქ ადამიანს ამოძრავებდა მარტო სექსუალური ენერგია თქვენს მიმართ, გაიგეთ რა ხდება? და აი მარტო აი ეს იზიდავდა რა, იმიტომ მოდიოდა, რომ აი უფრო მინდა შენთან, შენ ახლა ძალიან ისეთი ვნებიანი ხარ, შენ ძალიან ისეთი სექსუალური ხარ, ამიტომ მინდა რომ აი თქვა ეს იზიდავდა სულ და ძალიან სტაბილურად გქონდა თქვენ ახლა ამასთან, ნუ ამ მამაკაცისთვის იყავით თქვენ სტაბილური სექსუალური პარტნიორი. მოდით ასე თქვა, ზოგისთვის ეს იქნება. აი იმიტომ იყო ეს მე რო გითხარით აქ სიტუაცია, რომ თითქოს არასერიოზულობას ვხედავდი, გაიგეთ რაღაცას და ეხლა ადამიანმა მიხვდა რომ აი ეხლა ეს მამაკაცური დანარჩენი არაფერი არ იყო. ნუ შეიძლება ყველა ეხლა ძალიან ბევრნაირი ურთიერთობა შეიძლება აქ განვიხილოთ და ამიტომ ახლა მოდით აი ეს ენერგიებით გავჩერდები. იმიტომ რომ ეხლა მაჩვენებენ ის გაკვეთილი უფრო იქნება მამაკაცისთვის, რომ მაგან უნდა გახსნას ეს გული. აი ეს გული, რომელიც ქონდა მაგას დახურული და რთული იყო, ანუ ეს მთავრდება, იმიტომ რომ აქ თქვენს ახლა პრინციპში როგორ ხართ, იცი, ნუ თქვენთვისაც რთული იყო და აქ ხმალების დედოფალი, ხმალების მეფე, ხო? ეს სიტუაცია იყო ძალიან რთული. თქვენ მაქსიმალურად ცდილობდით, რომ დაუშვათ, აი ელოდებოდით შეიძლება. ეს შეიძლება და ესეთი ადამიანი იყო, რომელიც თქვა იკეთებ, ნუ არ გამოხატავდა იმას, რაც საჭირო. პლუს კიდე აქ გოგოს ტკიოდა გული იმაზეც, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მთელი თვირთი, ყველაფერი ჩემზე იყო. ანუ გინდაც ფინანსური მდგომარეობა, ხო? ანუ აქ ადამიანი მარტო მოვიდოდა, გაახარებდა თქვათ თავისი მობძანებით და ეს ქალი თავს იტყუებდა იმით, რომ ნუ აი მალე რაღაცა შეიცვლება, აი მალე სხვანაირი იქნება, აი მე ხო ძალიან მიზიდას, მეც ხო ველოდები, მეც ხო მიყვარს. შეიძლება ზოგი იმასაც ეძახდა, ნუ აი დაუშვათ ახლა თუნდაც იმ სექსისთვის ხო მყავს, დაუშვათ რატომაც არა. ან მაგრამ ხო მინდა, ხო აი კარგად შეიძლება ენერგიას გაძლევდა და გმატავდათ ეს ადამიანი ისეთ ენერგიას, რომ აი მე მართლა კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ აქ თვითმოტყუება იყო ძალიან დიდი, რომ ელოდებოდ რომ აი შეიცვლება, დასერიოზულდება, დამიდგება გვერდში, მაგრამ მე უკვე ხვდებოდით მაინც რომ არა, ისევ თქვენ გიწევდეთ თქვათ, ახლა ნუ ბევრ რამეს დებდით თქვენ ურთიერთობა, ჩუმად ახლა აქ არ ეუბნებოდით თქვენ ადამიანს დარწმუნებული ვარ იმაზე, რომ თქვათ, ნუ რა პრეტენზიებიც გქონდათ, არ ეუბნებოდით და ამიტომ ეს ადამიანი ახლა პროსტო მიდიოდა რა. და ამ ერთმშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა, რაღაცა აქ მაღალმა ძალებმა თქვეს, რომ გეყოფა, დედი, გეყოფა. როდემდე ახლა ამის აქ იმპერატრიცაზე ბუდეში ლაპარაკი, ხალმა თავი შექმნა, თავის მუშაობს, თავი შეიძლება ზოგს თქვა ოჯახის შვილები, რა ვიცი მე. ვის რა
ულამაზესი, უმშვენიერესი, უკარგესი, რომელმაც არ იცოდა თავისი ფასი და უკავ ჩარევა არის აქ მაღალი ძალების, რომ როდემდე შენ აი ასეთ შენ თავს რატომ არ აფასებ, არანაირად არ აფასებ და აი გადაუკეთეს იმას გზა თქვენთან, იმიტომ რომ შენ სანამ არ მიხვდები ვინა ხარ, შენ სანამ არ მიხვდები რა ფასი, აი მანამდე იჯდები მასზე. ეს მტკივნეული იყო, კი ბატონო, მაგრამ ნუ ეხლა გვაჩვენებენ, რომ გექნებათ შანსი, აგერ თუ საგერ არის თქვენი ადამიანი, აგერ მიხვდებით თქვენ ეხლა ყველაფერს, ეხლა ისე დაგვაბრუნდეს იქ, სადაც მოვედით და ამიტომ აქ უკვე არის ეს სიტუაცია, რომ ამ ადამიანს აძლევენ აი ამ გაკვეთილს, რომ შენ უნდა გიყვარდეს ეს ადამიანი, შენ უნდა იცოდე, რომ თქვათ ეს ურთიერთობა თუ გინდა, აქ არ უნდა მხოლოდ მიდიოდი, მოდიოდი, ან ნუ რაღაცა სერიოზულიც უნდა გააკეთო. რა, სერიოზული, იმიტომ რომ მოგცემენ შანსს იმისათვის, რომ შენ დაუშვათ გამოხვიდე ამ პაუზიდან, კი ბატონო, დაიმსახურე, ეთყობა მასშიც რაღაცა მოხდა ეს ცვლილებები, ხო? ნუ ნახოთ, აი ესეთი გაკვეთილი ან იქნება, ან არის ახლა, ხო ხდებით? ნუ ნახოთ, ახლა ჩვენ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა, როგორ განვითარდება და ნახეთ, როგორ მიყვარს ამ დასტაში ეს არკანი. ზოგისთვის იქნება ეს მართლა დალოცვილი ურთიერთობა, ნახეთ, აქ მე-20 არკანი, აქაც მე-5 და განახეთ, თქვენ ნახეთ, აი აქაც მე-20 არკანმა, ანუ აქ მაღალი ძალებმა ჩაერიან ამ ადამიანის ცხოვრებაში, შეცვალეს, ცვლილება მოხდა. და ნახეთ ახლა როგორი მომავალი, აქ ზოგისთვის იქნება ოჯახი. ანუ ბავშვები თუ თქვენთვის აქტუალურია შვილები. შეიძლება თქვათ ახლა თუ არა და აი ისეთ ეს არის როცა დალოცვილები ხართ რა. ანუ აქ როცა უკვე მაღალი ძალები ჩვენ ჩავერიეთ და ეხლა ჩვენ ამ ჩარევით ძალიან კმაყოფილები ვართ. იმიტომ რომ თქვენ აქ უკვე აქ არ გამიკვირდება რომ შეიძლება ზოგმა ვინს გადაიტანა ეს ურთიერთობა, ეხლა ხო იყო ეს დაბნელების დერეფანის, ხო? ან აი რაღაცა პერიოდი შეიძლება სხვა დროს უყურებთ, თქვათ, ეხლა როცა არის ეს დიდი ტრანსფორმაციები, შეიძლება თქვენ მანდ გადაფასება გააკეთეთ თქვენი მიდგომის ურთიერთობის, ხო? და მიხვდეთ, რომ მე მინდა გავაგრძელო ურთიერთობა, რატო ვეწინააღმდეგები მე ჩემს მომავალს, ხო? შეიძლება 15 პარტნიორი შეცვალო, მაგრამ სიტუაციები რაც აქვს გასავლელი, მაინც იქნება გასავლელი და თუ გრძნობა გაქვს, თუ გიყვარს ადამიანი, ხო? ანუ უნდა მისცე პრინციპში შანსი იმისათვის და აქაც გვაჩვენებენ, რომ აგერ არის ეს შანსი, ხო? იმისათვის, რომ ადამიანთან ისევ თქვათ გააგრძელო რაღაცა და თუნდაც ახლა აქ ვაჩვენებენ ჩვენ რომ აქ მართლა თქვენ დაასრულეთ რაღაცა პერიოდი რთული და გამოდიხართ უკვე ახალ ეტაპზე, მიხვდეთ? ხო, იმიტომ რომ მე სულ მაგას გეუბნებით, რომ ახლა თუ ძალიან გაუსაძლისია სიტუაცია და მართლა უკვე გული ისე გეტკენათ, რომ უკვე ატანა არ შეგიძლიათ, ეს რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია ეს თუ უკვე მართლა კი მიყვარს, მაგრამ დაუშვათ, ხო, ვიღაცას სემატყება აქ და რა ვიცი, აქ არის კი რთული მომენტები, მაგრამ იცით რა არის, მე ესეთი მომენტებიც უამრავ ადამიანთან მუშაობ და ამიტომ ვიცი, რომ იცვლებიან ადამიანები, მართლა ძალიან იცვლებიან, მაგრამ უბრალოდ აი როცა თქვათ ადამიანისთვის აი რაღაცა მნიშვნელოვანია, აი ხო, აი რაღაცა ბანალური მომივიდა ახლა მაგალითი. დაუშვათ, იყიდეთ თქვენ რამე თქვათ ეჭიკა, ხო, თქვათ და ესე რა ქვია, ან თქვათ ისა მერტო ჩემო. ისევ გავიჭედე, ხო? ჭიკაში თქვათ, აი იყიდეთ სიტყვაზე, ხო? ეს კი გაქვს სახში კიდე უამრავი. მაგრამ აი მაინც და მაინც ამას უფრთხილდები. იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ადრეც იყოთ სიტუაცია რაღაცა თქვათ გაგიტყდა რაღაცა ის რაც მოგწონდა შენ თქვათ ეს ჭიკა, ხო? აი ხა უკვე ამას მოდი გავუფრთხილდები. აი ასე არის ურთიერთობაშიც. თუ დაუშვათ
შეიძლება აი ხო არის თუ აი არაფერს ეს კაცი არ უფრთხილდა ან ეს ქალი არაფერს არ უფრთხილდა აი ეს რო არის მოკლედ ნუ ხელი არ მოკიდო ახლა იმიტომ რომ გაგიჟდება გადაერევა ხო აი ეს არის ზუსტად რომ არაფერს და არავისთან შეიძლება არ არის თქვათ არ შეიცვლება მაგრამ აი იმ ადამიანთან ვის არის მისთვის მნიშვნელოვანი ვისაც კარგვა არ უნდა ვისაც ნამდვილად უნდა ურთიერთობის გაგრძელება აი აქ უკვე ადამიანი დაფიქრდება და მართლა შეიცვლება იმიტომ რომ მე არ ვიძახე რომ აქ რაღაცაც თავის პრინციპებს არა უბრალოდ დაფიქრდება რომ აი ჩემი ქცევა კარგია მე რო დაუშვათ ახლა აი თქვა ჩვენ რო დაცვაზე ვლაპარაკობდით რომ ქალს უნდა დაცულად იგრძნოს თავი მე ხო მამაკაცი ვარ ხო მე ხო რაღაცა უნდა გავაკეთო ისეთი რომ ამან იგრძნოს თავი დაცულად მე ხო დაცვა რაში არის თუნდაც ფინანსურად რო თქვა კი შეიძლება აქ არ მაჩვენებენ მე ესეთ ქალს რომელიც ფინანსურად თქვა ელოდება ბანკომატს არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა უნდა მქონდეს აი ეს უშიშროება რა არის იმაში რომ თქვა ახლა აქ გოგოს ახლა რა მაინც არის ეს რაღაცა მომენტები და თემები რომ გინდაც ახლა გოგომ ხო უნდა გააკეთო საჭმელი კი ბიჭსაც შეუძლია კი დაუშვათ მაგრამ ეხა ის იმდენად არის არეულია ეს უკვე ყველაფერი მაგრამ ვალდებული არა მაგრამ უნდა გინდოდეს კაცმა უნდა სითბო ჩარტოს გაზი იმისათვის რომ ქალს კონდეს სითბო ქალმა უნდა მისცეს სითბო სულიერი სიყვარულით ჩემო სიხარულო ჩემო სიყვარულო ჩემო კარგო აი ეს სიტყვები ქალის სითბო ეს არის კაცის სითბო უნდა ჩარტოს გაზი გადაიხადოს ფული რომ ქალს კონდეს სითბო სახლში გაიგეთ უნდა უყიდოს ჩექმა რომ ქალს ზამთარში ფეხებზე არ შესცილდეს მიხდეთ უნდა კონდეს დენი რომ შეცილდება წავიდეს დალიოს ჩაი ყავა აი ეს არის კაცის მზრუნველობა მიხდეთ და გოგოებო თქვენს უნდა იყოთ მადლიერი მაგისი რომ თქვათ რომ აი არაფერს არ აკეთებს რატო გადასახადებს იხდის იმ გადასახადებს რომ იხდის რამდენი სარგებლობა გაქვს შენ აბა დაფიქრდი აი ეს არის აი ამ წრილმანებში არის ეს ყველანაირი ეს უსაფრთხოება გაიგეთ აი ეს არის всё ჩემო სიხარულებო დღეს ისე და ძალიან ისე რა ну ეს გრძელი გაშლების ჩვენ გვაქვს არხი მოკლე გაშლების არხზე გადავალთ ეხლა ჩვენ იქ ჩაგიწერთ მოკლე გაშლას ამ არხზე გემშვიდობებით მიყვარხარ ძალიან და იცხოვრეთ სულ ყველა ბედნიერად